ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ ანი ქავთარაძეს კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დაგველაპარაკება იზოლატორთან დგას როგორც ხედავ ანი მოგესალმები მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში სასამართლოს გადაწყვეტილება და ელენეს პასუხი ანი რისი თქმა შეგიძლიათ ხოშტარიას მიმართვა არ გადავიხდი გირაოს დიახ, მოგესალმებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სოლიდარობა ელენეს და რეჟიმის თითოეულ ტყვეს. ელენე დღეს შეუერთდა არ გარიგების, დაუმორჩილებლობის, არ თანამშრომლობის გზაზე მყოფ ჩვენი კოალიციის დანარჩენ 3 ლიდერს, რომლებიც საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებიან, როგორც მთელ ქვეყანას მოეხსენება, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ ითანამშრომლონ რეჟიმთან და რომლებსაც მიაჩნია კოალიციასთან და იმ პარტიებთან რომლებიც კოალიციაში შედიან, რომ სწორედ ეს არის გზა გამარჯვებისკენ. გაუტეხელობა, არ თანამშრომლობა და დაუმორჩილებლობა, რისი ნათელი მაგალითიც არის ელენე. ელენე ასევე არის გაუტეხელი ქართველი ქალის მაგალითი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ამ გადამწყვეტი ბრძოლის სიმბოლოდაც, ქალები განსაკუთრებულად იბრძვიან. ანუ თქვენთვის არ არის მოულოდნელი ანი ელენეს ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მოულოდნელი, ის ამბობს, რომ არ გადაიხდის გირაოს და ასევე ამბობს, რომ არავინ უნდა შეიტანოს გირაოს თანხა მის სახელზე, ეს იქნებაო გულში დანის ჩარტყმა და არავის ვაძლევ ამის უფლებას. ანუ თქვენი რჩევაც ეს არის პრინციპში, ანუ აი მისი თანაგუნდელი ხართ, კოალიციის წევრი, როგორ ფიქრობთ, კიდევ ერთი ლიდერი ციხეში ეს პროცესს თქვათ აწინაურებს და თქვენს ასე თქვათ ბრძოლას ამ პროცესში თუ უკან ხევს, ანუ სად არის ახლა ელენე ხოშტარია უფრო საჭირო? რა თქმა უნდა, ჩემთვის როგორც მისი თანაგუნდელისთვის, თანამებრძოლისთვის და ასევე კოალიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს თავისუფლებაზე, მნიშვნელოვანია, რომ ერთადერთი დარჩენილი ლიდერი, რომელიც კოალიციას ყავდა, იყოს თავისუფლებაზე, მაგრამ ვინც ელენეს იცნობს, ალბათ არავის გაუკვირდება ეს გადაწყვეტილება, რომელიც ელენე მიიღო და ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პირადი გადაწყვეტილება, როდესაც ადამიანი წყვეტს, რომ არ გამოიყენოს ეს საშუალება, რომთა შეიძლება მას გაეხსნას ციხის კარი და ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, რომელსაც კოალიციის თითოეული წევრი ძალიან დიდ პატივს სცემს, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ ეს არამც და არამც არ ამცირებს ჩვენი ბრძოლის ჟინს და ჩვენს მიზანს, რომლისკენაც მივდივართ გაუტეხლად ამ დღეების მანძილზე და ეს უკვე ასეულობით დღეს ითვლის 26 ოქტომბრის მერე, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ეს არ თანამშრომლობის პოლიტიკა და გაუტეხელობის სიმამაცის და ვფიქრობთ, რომ ვარსებობთ ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც დაიწყეს ჩვენმა ლიდერებმა. ანი, ანუ ეხა სურათი ასეთია, რომ ელენეს დიდი ალბათ ანი გესმით ჩემი ხმა, ანი ქავთარაძე საუბრობს იზოლატორის მიმდებარე ტერიტორიიდან, თქვენ ნახეთ როგორია ხოშტარიას გადაწყვეტილება, ის ამბობს, რომ არ გადაიხდის გირაოს, გავრცელა მიმართვა იზოლატორიდან, სადაც რომელშიც ნათქვამია, რომ ვინმეს მიერ გირაოს შეტანა იქნება მისთვის გულში დანის ჩარტყმა და არავის აძლევს ამის უფლებას. თქვენი კოალიციის, ესე რომ ვთქვათ, ბევრი წარმომადგენელი ყავს თქვენს პოლიტიკურ ჯგუფს, თუმცა ის არის აი ბოლო ლიდერი, რომელიც ასევე შედის რუსთავის ციხეში, ანი. ამ დროს აი წინ არის 4 ოქტომბერი, ეს პროცესები და ასე შემდეგ დაანონსებული, ასე თქვა წინააღმდეგობა. აი ამ კონტექსტში რისი თქმა შეგიძლიათ? მესმის რომ თქვენც აანონსებთ ამ გაგრძელებას ამ პროცესის, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა იყო და არის მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ რაღაც მნიშვნელოვანი პროცესია, ხო, ლაპარაკი ძალიან ხმამაღალი, ასე თქვა ანონსია და ყველაფერი წინ არის და ამ დროს ელენეც ინაცვლებს რუსთავის ციხეში. ამის შემდეგ რა ხდება? დიახ. ჩვენ ვიყავით, ვართ და აუცილებლად ვიქნებით ყველა პროტესტზე წარმოდგენილები, აბსოლუტური უმრავლესობით კოალიცია და მასში შემოვალი პარტიები თავისი წევრებით, მათ შორის რიგითი წევრებითაც ჩვენ ვიქნებით აუცილებლად ამ ბრძოლაში ჩართული ბოლომდე, გამარჯვებამდე, ბოლო დღემდე იქნება ეს 4 ოქტომბრამდე დაანონსებული აქციები და ასეთები იქნება აუცილებლად 4 ოქტომბერს თუ საჭიროების შემთხვევაში 4 ოქტომბრის შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ლიდერებს, რომლებიც
წავიდნენ აი ამ ბრძოლის ამ გზაზე და დათმეს ყველაზე დიდი თავისუფლება, არ გავუცრუებთ იმედებს და ღირსეულად გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე, ბრძოლას ბოლომდე, ვინაიდან რწმენა, რომელიც ჩვენს ლიდერებს აქვს, რწმენა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს და აქვთ, რაც ყველაზე მთავარია ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეებს, არის გამარჯვების რწმენა და ეს გამარჯვება, როცა არ უნდა იყოს, დადგება ეს 4 ოქტომბრამდე, 4 ოქტომბერს 4 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ რა თქმა უნდა ვიქნებით ამ ბრძოლაში ჩართულები საჭიროების მიხედვით. რამდენ დღესაც არ უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რომ ასეულობით დღე ვიდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად ამ ბრძოლაში. Ani, პირველი შეფასებები მოდის ახლა ოცნების მხრიდან, მათ შორის ლიდერის ერთ-ერთი პაპუაშვილია, რომელიც ხოშტარიას კონტექსტში რუსეთის ბიუჯეტის ფულს ახსენებს და ასევე ამბობს, რომ ხოშტარიას 5000 ლარი რო გაემეტებინაო, ის მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს. ანუ ცინიკურია თქვენთვის ეს შეფასება იგივე პაპუაშვილისგან, როგორ ფიქრობთ, რა ტიპის შეფასებაა ეს და თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით? პაპუაშვილისგან არ მიყვირს და რა თქმა უნდა ცინიკურია მაშინ როდესაც მისი ხელისუფლების, მისი პარტიის, მისი ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ლეგიტიმური ხელისუფლების პერიოდში მილიონობით ლარი და უცხოური ვალუტა, შავი ფული ტრიალებს საქართველოს საზღვარზე და საზღვარს შიგნით. ისე რომ ისინი ვითომ ამას ვერ აკონტროლებენ, მაგრამ რეალურად რა თქმა უნდა მაღალი დონის მფარველობის გარეშე ეს ვერ ხდება. მაშინ როდესაც კორუფციაშია ჩაფლული მთელი მისი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, მაშინ როდესაც 700.000-მდე სოციალურად დაუცველი ყავს ამ ყველაფრის პარალელურად ქვეყანაში, საერთოდ როგორ ბედავს პაპუაშვილი და აკეთებს მსგავს განცხადებას. რა თქმა უნდა მას ცინიზმის და აი ესეთი ჰაერიდან მოტანილი ბრალდებების გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ვინაიდან მათზე უკეთ არავინ იცის, რა მდგომარეობა არის დღეს რეჟიმის წიაღებში, რა მდგომარეობა და როგორ არიან დაპირისპირებული ის კლანები, რომლებიც დღევანდელ დღემდე მართავენ მიტაცებულ ხელისუფლებას, რომლებიც დღევანდელ დღემდე ცდილობენ, რომ ამ ქვეყანას დაუკარგონ თავისუფლება და ნათელი ბედნიერი მომავალი, რომ ის უფლებასაც რა თქმა უნდა ჩვენ არ მივცემთ და რაოდენ ცინიკურიც, რაოდენ ბოროტიც არ უნდა იყოს პაპუაშვილი და მისი რუსული რეჟიმი, რომელსაც ივანიშვილი მართავს აი ამ მარიონეტი ადამიანების საშუალებით, რომლებიც ერთ დღეს შეუძლიათ რომ ცაში აიტატონ და შემდგომ უკვე დაანარცხონ ძალიან მძიმედ, ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე არის დამოკიდებული ქართველი ერის თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერის ნათელი ბედნიერი ევროპული მომავალი. და ახლა როგორც ხვდები თქვენ რუსთავის ციხეში ელენეს გადაყვანას დაელოდებით, ხო, ადგილზე ეს პროცესი უნდა დაიწყოს წესით. დიახ, რა თქმა უნდა, კოალიციის წარმომადგენლები რჩებით ადგილზე ზაჰესის იზოლატორთან და ველოდებით როდის გამოიყვანენ ელენეს იმისთვის, რომ მისი გადაყვანა მოხდეს რუსთავის ციხეში.